მანქანა დამრჩაღია. ასეთი ხედია დღისით ღამე არ ჩანდა. კერძო კუნძულია, სადაც შეიხები ისვენებენ ხოლმე. ვდივართ კუნძულზე, რომ დავათვალიეროთ აი ესეთი. ძალიან ულამაზი გარემო, აი ულამაზესი. ამ ულამაზეს ადგილს გაგვიწვიმდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიბანავებდით. იმედია გადაიღებს მალე. ხილად. ამ ადგილს 10 დღე ღირს დასვენება. წვიმაშიც ულამაზესია და საერთოდ რა ულამაზი ადგილია. ძალიან მომწონს მონტენეგრო. კამერა, ლეპტოპი, შენი რაღაცებიც მათ შორის. ყველაფერი შიგნითითო და ოღონდ ვიცოდი რომ დამრჩაღია. ნიკას ვეუბნები, ნიკა მანქანა ღია დამრჩა მეთქი და მართლა ეს ვეუბნები და ნამდვილად ღია დამრჩა. ბუდვაში მევდივართ და გზად ვხედავთ, რომ იქ ძალიან წვიმს, თან მშია გიჟივით. მანქანა დავაყენეთ, მაგრამ ვერ გადავდივართ. თავი მისკდება. აქეთ მზია, აქეთ ნისლია. სამი კაცი ვართ ერთი ქოლგის ქვეშ. ჩემი ემერჯენსი ქოლგა, რომელიც ყოველთვის მიგდია მანქანაში. ფეხზე დამაბიჯა. ეს ჭირები არაკის კარაქით არის ჩემი სიყვარული. უგემრიელესია. პასტები საჭმელად გავჩერდით ეს ადგილს, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს. გემრიელი არომატები დაატრიალა. დიდი პორცია საკმაოდ. კარგად არის მომზადებული. გემრიელია. კიდევ საჭმელად გავჩერდით, ანუ 2 წუთის წინ ვჭამეთ ის პასტა. ჩანთა დამრჩა იმ რესტორანში. შედი. არ არის. ვიბრუნე. გადარჩა. მოვიდა. აი რა კარგად გამოიყურება. ალბანეთში მხარის მირჩევნია. მოვედით ყავის დასალევად და გავჯერეთ ცელოთი. მაგრა წვიმს გარეთ მოკლდა და არ გვინდა გარეთ გაჩერება. აფოგატო. ვაუ. ერთი ყლუპია. წამწარე. თან მზეა და თან ცისარტყელა არ არის. სად არის ცისარტყელა? ამ ადგილს დაამშვენებდა ცისარტყელა. ვიპოვეთ. რამხელა ცისარტყელა. თლიანი. მოვედი, ვნახე და გაქრა. აი, აღარ არის. ყველაზე ახლოს არის ცისარტყელასთან. მოვიარეთ მთელი ქალაქი, თავზე გვაწვიმდა ყველგან და მანქანაში მოვედით, რომ ამ წვიმას თავი ავარდოთ და მაშინ გადაიღო ზუსტად. ვაუ, რა კარგია მინდია. გვიკაიფება. რამზის ჩასვლა გვაქვს. რა ვერ ჩაიცვით? ბოლომდე სასული ხარ? მე ბოლომდე ჩაცმული ვარ, ესე მოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ყინავს. ერთადერთი ამასაცია თბილად. მეტი არ გავიყინები. ალპებში მიდიხარ? მე ამ დროს ესე, ნიკა ამ დროს ასე. დაიკეტება ყველაფერი, ვერაფერს არ შევჭამთ. მალე ხარ. დაიკეტა. რა ხდება, ხო არ შეგცივდა? ძალიან ციფა. კიდე კარგი ეს კურტკა საბერძნეთში ვიყიდე. ისე ახლოს მყავს მანქანა კედელთან გაჩერებული, ესე უნდა შევიდე. საჭმელად მივიდივართ. ხშია შენ? არა, ისე მოვდივარ თქვენ რომ ვიყუროთ როგორ ჭამ. თავიდან გუთხრას რომ შეიძლება არ იყოს სამზარეულოღია, მაგრამ ღია აღმოჩნდა. ღისით აქ არის ულამაზესი ხედი. ეს პორცია ერთ ადამიანს არ ეყოფა ჩემი აზრით. ოღონდ ფასები არის სასწაული. ეს სალათი იყოს 17 ევრო. 70 ლარამდე გამოდის ერთი სალათი. ნიკამ შეუკვეთა სტეიკი, არ ვიცი რამ გააბედინა ზოგადად. მაგრამ ეს ამით მოიტანეს, მაგრამ ეს არის მთელი სტეიკი.